ახლა მაქვს იაგო შენთან რამდენად აპირებ ნაცებს შეუკრა კოალიცია ადგილობრივი არჩევნების შედეგების შემდეგ. იცი რა კითხვა არის რომ იცეკვებ თუ არა უცხო პლანეტელთან არჩევნების მეორე დღეს, იმიტომ რომ ნაცი არ იქნება ამ არჩევნების მერე. ან ნაცი არ მონაწილეობს ამ არჩევნებში და ზოგადად კოალიციის შესაკრავადაც რო გიდოდეს ვერ იპოვი. და აქედან გამომდინარე, უბრალოდ თქვენი პოზიცია რომ ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ შეუკრათ კოალიცია, რომელიც უკეთეს პირობას შემოგთავაზებს ამ ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის საჯაროდ. მაგალითად, ვიღაც შემოგთავაზებს სასამართლოს ვიქნებით, ხალხთან მეორე მთავაზობს რაღაც სხვას უფრო ნაკლებად მნიშვნელოვან თემას. სასამართლო უფრო დიდია, ამიტომ შეუკრავ იმას, ვინც სასამართლოს რეფორმას გააკეთებს. ვიღაცა გვეტყვის, რომ სასამართლოს თავაზობენ ხოცები და აგერ მე მოვედი სასამართლოს და კიდე პრივატიზაციას გავაკეთებ. ნუ რა ვიცი, სასამართლოს და პრივატიზაციას რეფორმას თუ მაკეთებებს, ის ხო ნაცი არ არის გაგებით. რა გაგებით და ნაცი საშიშია. ხო და შესაბამისად ჩვენ ხო რაღაცა არასდროს არ გვითხოვთ რომ მე არასაჯარო პირობაზე ვინმეს მივეყიდებოდით. ჩვენ ავუდით რომ საჯარო პირობაზე როგორც პოლიტიკოსები შევთანხმდებით ნებისმიერ ჩვენს კოლეგას, იმიტომ რომ თქვენ შეიძლება არ მოგწონთ ჩემი კოლეგები და შეიძლება ბევრი რამე მოსაწონი მათში არც იყოს. სიმართლე გითხრათ, მაგრამ ამის მიუხედავად ჩვენ თუ მონაწილეობ ამ სპორტში ვიღაცასთან ან კოალიციის შეკრა მოგიწევს, ვიღაცასთან საუბარი მოგიწევს, ვიღაცასთან ხელის ჩამართვა მოგიწევს, რაღაცა მოგიწევს. ხო, სხვანაირად გადაწყვეტილებები არ მიიღება, იმიტომ რომ ხა შეთანხმება თუ არა რაღაცა რაოდენობის ადამიანებმა უნდა დაუჭირონ მხარი, კოალიცია მაგას გულისხმობს, რომ ეს რაოდენობა უნდა შეგროვდეს. ბიზნეს თვისათვის ჩვენ არ დაუკომპლექსდებით ზოგადად ასეთი რაღაცეებით, იმიტომ რომ უბრალოდ არ შეიძლება დაკომპლექსდე პოლიტიკაში და თქვა რომ მე მარტო ხოცებთან მითანამშრომლებ. იმიტომ გამოდიხარ რომ შენ თუ მარტო ხოცებთან თანამშრომლობ, ხოცი ხარ. მე მარტო ნაცებთან მითანამშრომლობ, გამოდიხარ რომ ნაცი ხარ. ხო და ანუ თუ არავისთან არ თანამშრომლობ, მაშინ სულელი გამოდიხარ, იმიტომ რომ გახარია ძახა მაგას რომ ისო რა ქვია, მე ვაპირებ ხოცების და ნაცების დამარცხებას, იმიტომ რომ მაგაზე მეტი ხმა ავიღო. არა, ნუ მაშინ ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ შენი მიზანი არის მხოლოდ ის, რომ შენი მანდატები მოიპოვო და იყო იქ და მე რაღაცა შოუ დადგა იქ, პრესკონფერენცია გააკეთო, ამბის გამომტანად იქცე და მარტო ამბის გამომტანობა არ არის საკმარისი, იმიტომ რომ ამას ჟურნალისტიც გააკეთებს. არა, ხო ჩვენ გვიდა რომ პოლიტიკურ პროცესში მივიღოთ მონაწილეობა და რაც უფრო მეტ კარტებს მოვცემთ ხელში საბაჭროდ და შესათანხმებლად, ჩვენ შევთანხმდებით კაი რაღაცეებზე. მაგალითად, ახლა მეტი მანდატი რო ქონოდა, რაღაცა რო ქონოდა, აგერ რო დაძდებენ ხალხს მოსაწევზე და გალიაკი როა გახურებული მთელს ქვეყანაში. იმიტომ ყველას ეშინია მოსაწევის დათესვა. რატომ არის ეს ასე? ანუ რა გალიაკი ნიშნავს მოსაწევი რო არის შეუება ამ მდგომარეობას. რატომ არის ხო არიცით ასე? იმიტომ რომ არჩევნების შედეგებით უცბად გაირკვა რომ მხოლოდ ის პარტიები არიან ლიდერები, რომლებიც დაძდებენ, რომლებიც ითხოვენ, რომ ხალხი დაიჭირონ, დასაჯონ ნარკოპოლიტიკასთან ბრძოლა და ასე შემდეგ. ვინ უკეთესად დაიჭერს ამაზე არის? ხო, ამიტომ ავტომატურად თავრობას არავინ არ ყავს, არც მოწინააღმდეგე, არც კონკურენტი, არც ხელში შემშლელი და გამოაცხადა ნადირობა და გდიხართ ახლა ის ხალხი, ვინც 51 შემოხაზეთ ძირითადი ნაწილი და სადვიშოვოთ მოსაწევიო გაიძახით. აი ასეთი რაღაცა, ეს შეიძლება ძალიან ლოკალური რაღაცეებია, მაგრამ როდესაც საკუთარი ინტერესებს შენ არიცავ, საკუთარი ინტერესების ლობიზმის ნაცვლად არა, საკუთარი თავის დაჭერას უჭერ ხარს გამოდიხარ. ხო, არა, ისინი არ დაუჭერენ, ისინი არ თესავენ. ანუ არის ხალხი, რომელიც უბრალოდ არ თესავს, იმიტომ რომ ეშინია. გასულდა სხვა რეშინოდა, იმის წინ სხვა რეშინოდა, მაგის წინ სხვა რეშინოდა და აი ზოგადად სანამ ავიღებთ ბევრ ხმებს, ავიღებთ თვითონ რაიმეს 60 ხმანდაც არ შეგეშინდებათ, იმიტომ რომ ყველას დაჭირდება ჩვენი შეთანხმება, აი რა თქვენ არ მოგწონთ, შეთანხმება იმაში, რომ სანამ რაღაცაზე გითანხმდები, მაგრამ ჩემი ხალხი არ დაიჭირო. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ კოალიციას გიკრავ, არამედ მოკლევადიან შეთანხმებებს ვაკეთებ შენთან, რომ ჩემი ხალხი, ანუ რომელიც აი ჩემს ინტერესებში ვისი დაცვაც არის, თავს უფრო კომფორტულად გრძნობდეს. მაგრამ თუ თქვენ პირიქით მოიქცევით, რომ იცი რამე ხოცებო, აბა თქვენ იცით 51, ნუ რავი, ის კაცრი უფრო პატრონია ბატონი ბიზინა. შეიძლება კეთილია, მაგრამ ზოგჯერ ტაკოზეც წამოგარტყამთ ხელს, იმიტომ ასეთია მისი ბუნება, როდესაც ანუ ბიზნესის არ არის დამოკიდებული. ეს არის ზოგადად, როცა ასე გინდა შენ მოიქცე. რომ ვიღაცას ეუბნები, რომ იყავი ჩემი პატრონი, როგორც შენ გადამეწყვიტავ ისე მოიქცევი. აგერ რასაც მეტყვი იმას შემოხაზავ, რასაც იმას გავაკეთებ. ზოგჯერ წაგიტყაპუნებენ, იმიტომ რომ ასე ხდება.